რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის შედეგები, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები, კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. სტუდიაში თქვენთვის თეიკო ანჯაფარიძე მუშაობს. იპოვე შენი მომავალი. მოусმინე გადაცემას გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ორგანიზაცია მოქალაქემ დაიწყო ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ეს პროექტებია სტუდენტები თვითმმართველობისათვის და სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა. პროექტს ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაზე. უკვე ცნობილი არის პირველი ტურის გამარჯვებულების ვინაობა, რამდენი მოსწავლე მიიღო მონაწილეობა ამ ოლიმპიადაში, რამდენი მათგანი გადავიდა მეორე ტურში, რამდენად მნიშვნელოვანი არის ასეთი პროექტების არსებობა. ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების ჯგუფის ხელმძღვანელი ქალბატონი ირმა ხომერიკი. მოგესალმებით ქალბატონო ირმა, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. მოგესალმებით, მივესალმები სმენელს და გმადლობთ მოწვევისთვის გადაცემაში. ქალბატონო ირმა, როგორც მე უკვე აღვნიშნე, უკვე ცნობილი არის პირველი ტურის გამარჯვებულების ვინაობა. საინტერესო არის როგორი იყო აქტივობა, რამდენი იყო დარეგისტრირებული და რამდენმა მათგანმა მიიღო მონაწილეობა პირველ ტურში და ასევე გადალახა ის კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, რომელიც თქვენს მიერ იყო დაწესებული. მადლობთ კითხვისათვის. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მთავარი მიზანი გახდათ მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა აღნიშნული საგნისადმი, ხო? სამოქალაქო განათლებისადმი ინტერესის გაზრდა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი. გარდა იმისა, რომ სურდა, რა თქმა უნდა, გამოგვევლინა ნიჭიერი მაღალი სამოქალაქო კომპეტენციის მქონე მოსწავლეები და შემდგომ რაღაცა ხელი შეგვეწყო და წაგვეხალისებინა ისინი. ძალიან გვიხარია, რომ დაინტერესება იყო ძალიან დიდი და თითქმის 22,139 მოსწავლე დარეგისტრირდა და გამოთქვა სურვილი ოლიმპიადაში მონაწილეობის. აქედან თითქმის 20,000-მდე მოსწავლე მიიღო მონაწილეობა ოლიმპიადაში. დაინტერესება იყო ძალიან მაღალი და პირველი ესე რეიტინგული სიით საუკეთესო 2,000 მოსწავლე გადადიოდა მეორე ტურში და მას მოიპოვებდა უფლებას მეორე ტურში მონაწილეობისას და ესე იგი 2,016 ბავშვი ყავს ისეთი, რომელმაც წარმატებით დაძლია პირველი ტურის მოთხოვნები და გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. სანამ უშუალოდ გადავიდოდე პირველ ტურზე, ალბათ მენელისათვის საინტერესო არის, რას მოიცავდა ეს ტური. თქვენ აღნიშნეთ, რომ აქტივობა იყო საკმაოდ დიდი, საინტერესო არის 22,000-ზე მეტი მოსწავლე დაასახელეთ რიცხვი. საქართველოს ყველა რეგიონი თუ იყო ჩართული ამ პროცესში, ასევე საინტერესოა, რამდენად იყვნენ აქტიურები არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები. ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდა, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ქართველ მოსწავლეებს, არამედ ეთნიკურ რუსებს, ასევე სომხებს, აზერბაიჯანელებს და ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოწაფეებს. ძალიან მოხარული ვარ, რომ მათ მოახერხეს პირველი ტურის მოთხოვნების დაძლევა და გადალახეს და მეორე ტურშიც გააგრძელებენ მონაწილეობას. ეს ტესტი იყო ნათარგმნი სომხურ, რუსულ, აზერბაიჯანულ ენებზე, ასევე გაკეთდა ჩაიწერა როგორც ხმოვანი პროგრამა ოსინათლოებისათვის, ასევე ბრაილი და მათ წარმატებით დაძლიეს და გადავიდნენ მეორე ტურში. ქალბატონო ირმა, როგორი ტიპის დავალების შესრულება მოუხდათ მოსწავლეებს იმისათვის, რომ ისინი გადასულიყვნენ მეორე ტურში? პირველი ტურის დავალებები, ეს პირველი ტურის ჩატარდა სკოლებში. მოსწავლეები კომპიუტერზე მუშაობდნენ და ტესტი ესე ელექტრონულად ეკრანზე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა შეესრულებინათ ემუშავათ ტესტზე და საბოლოო შედეგს
იქვე კომპიუტერი უწერდა და იგებდა მოწაფე იქვე იგებდა მაგრამ გუშინ უკვე ჩვენს ვებგვერდზე გათავსდა რეიტინგული სია 2000 საუკეთესო მოწაფე რომელმაც გადალახეს და ტესტი იყო 40 ქულიანი მაქსიმალური ქულა იყო 40 ქულა შედგებოდა დახურული დავალებებისაგან მთლიანად და ესე იგი გამსვლელი ქულა გადმოდგა 28 ანუ 70% მაინც უნდა დაეძლია მოსწავლეს რომ წარმატებით დაეძლია და რამდენად მართებულად მიგაშნიათ აი ასეთი ტიპის კონკურსის, აი ასეთი ტიპის დავალების მიცემა მოსწავლეებისათვის. პირველი ტური, როგორც გითხარით, კომპიუტერზე უნდა ჩაებარებინათ მოსწავლეებს, გვინდოდა რომ შედეგი იქვე დაენახათ, ამიტომ ფორმატი იყო მხოლოდ დახურული დავალებები და მეტის შესაძლებლობას პირველი ტური არ იძლეოდა, თუმცა არ იყო მხოლოდ ცოდნაზე, იყო უნარებზე, მსჯელობებზე ძალიან საინტერესო დავალებები იყო და უკავშირის პრინციპში ძალიან დადებითი გვაქვს მოსწავლეებისგან თვითონ ტესტზე. მეორე ტურში, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნები გაიზრდება, კიდევ უფრო შემცირდება, ისე მცირე იყო, მაგრამ კიდევ უფრო შემცირდება წილი იმ დავალებებისა, რომელიც მხოლოდ ცოდნაზეა ორიენტირებული და შევთავაზებთ ბავშვებს უფრო საინტერესო დავალებებს და მათ ექნებათ შესაძლებლობა კიდევ უფრო ესე იგი იმ ბავშვებს, რომელსაც აქვთ კრიტიკული აზროვნების უნარი პრობლემის გადაწყვეტის, გადაჭრის უნარი, რომ კიდევ უფრო კარგად თავის შესაძლებლობები გამოავლინო. აი ეს განსხვავებულ მოსაზრებებს რა უპასუხებთ, რომელიც აი ამ ფორმატთან მიმართებაში არსებობდა? საერთოდ სამოქალაქო განათლების საგანი სკოლებში ძალიან ორიენტირებულია არა მხოლოდ ცოდნაზე, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ სამოქალაქო და სოციალური უნარჩვევების გამომუშავება და ღირებულებების ჩამოყალიბება. ეს არის მნიშვნელოვანი მიზანი ამ საგნის. თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მოსწავლის მიღწევების შეფასება ამ საგანში, რა თქმა უნდა, ხო? და ეს ასეც არის და ეროვნული სასწავლო გეგმით დაგეგმილი. ეს მიზანი თავისთავად ნებისმიერი საგნის სწავლების არის ძალიან ფართო, ხო? დამეთანხმებით არც მათემატიკის საგნის მიზანი არის მხოლოდ რაღაცა დავუშვათ ვიცოდეთ სინუსი ან კოსინუსის ურთიერთმიმართება ან რაღაცა ინტეგრალი, ხო? ასევე თავისთავად მიზანი შესაძლოა ძალიან ვრცელია სამოქალაქო განათლების სწავლების, მაგრამ რეალურად ეს არის რაღაცა მთავარი ამოცანა არის საბაზისო ცოდნა საშუალო საფეხურზე, ასეც არის განსაზღვრული ამ საგნის სწავლების ამოცანა, რომ ეს არის საბაზისო ცოდნა მივაწოდოთ სოციალური, პოლიტიკური, სამართლებრივი თუ ეკონომიკური მეცნიერებების. შესაბამისად, ამის შეფასება სკოლაშიც ხდება, ხო, ჩვეულებრივად ნიშნებიც იწერება. შესაბამისად, შესაძლებელია ეს რაღაცა ტესტითაც შემოწდეს. ძალიან დიდი მადლობა. გადაცემაში ახლა რეკლამის დრო არის. რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. შევახსენებთ ჩვენ მსვენელებს, რომ დღეს ჩვენ საუბრობთ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაზე და ჩვენი სტუმარი არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების ჯგუფის ხელმძღვანელი ქალბატონი ირმა ხომერიკი. იპოვე შენი მომავალი. მოусმინე გადაცემას გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში შევახსენებთ ჩვენ მსმენელებს, რომ დღეს ჩვენ საუბრობთ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაზე. ჩვენი სტუმარი არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების ჯგუფის ხელმძღვანელი ქალბატონი ირმა ხომერიკი. აქვე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენ მსმენელებს, რომ მათ საშუალება აქვს დაგვიკავშირდნენ პირდაპირ ეთერში. ამისათვის მათ უნდა აკრიფონ ტელეფონის ნომერი 2911188 2921119 დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვა და მიიღონ პასუხი პირდაპირ ეთერში. რაც შეეხება ჩვენი გადაცემის თემას, ქალბატონო ირმა, ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში საუბრობდით იმ აქტივობაზე და იმ შეფასების სქემაზე, რომელიცაც ხდებოდა შეფასება სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველ ტურზე. რომ დაუბრუნდეთ ისევ მონაწილეებს, ცნობილი იყო, რომ ამ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ 13-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ინტერესი იქნებოდა დიდი, შესაძლებელი იქნებოდა, რომ უფრო დაბალი კლასის მოსწავლეები ჩართულიყვნენ ამ კონკურსში. თუ ისარგებლეს აი ამ შეთავაზებით უმცროს კლასელებმა. შედარებით
შედარებით უმცროს კლასელებმა რა თქმა უნდა. დიახ, ჩვენ მონაწილეობის შესაძლებლობა მივეცით ძირითადად გამოცხადებული მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ეს პროგრამა, როგორც თქვენ ბრძანეთ და შევეცდები ხომ ავხსნა რატომ, იმიტომ რომ სამოქალაქო განათლება სკოლაში, როგორც ძირითადი საგანი, სავალდებულო საგანი, ისწავლება სწორედ მე-9 და მე-10 კლასებში, როგორც ცალკე დამოუკიდებელი დისციპლინა, უკვე მე-11, მე-12 კლასებში იგი არჩევითი სახით არის შეთავაზებული, ხოლო მე-9 კლასამდე ეს საგანი ინტეგრირებულია ისტორიაში ძირითადად ასევე გეოგრაფიაში. და დაწყებით საფეხურზეც იგი ამ ელემენტებს სამოქალაქო განათლების საგნის ელემენტებს სხვადასხვა საგნებით მოიცავს. შესაბამისად და ეროვნული სასწავლო გეგმით ერთ-ერთი ძირითადი გამჭოლი კომპეტენციაა სწორედ სამოქალაქო კომპეტენციების. ამიტომ ჩვენ არ შევზღუდეთ მოსწავლეები და შევთავაზეთ თუ კი მოწაფე თვითონ თვლიდა კომპეტენტურს თავს ამ საკითხებში, მას მართლაც შეეძლო მონაწილეობის მიღება და მოხარული ვართ რომ მართლაც მე-8 კლასელ ბავშვებმაც ისარგებლეს. ამ შემთხვევით მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვებულთა შორისაც ყავს მე-8 კლასელი ბავშვებიც. ქალბატონები უფრო დაბალი კლასისა. ქალბატონო ირმა, პროექტის ფარგლებში მომზადა ვიდეო ლექციების კურსია, ის ამაგალითო ადამიანები, ამის შესახებ ჩვენ ერთ-ერთ სტუმართან ქონდა საუბარი ერთ-ერთ წინა გადაცემაში. კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, რას ისახავს მიზნად აი ეს ლექციები და სად შეუძლიათ აი ამ ლექციების მოძიება დაინტერესებულ პირებს? ესე იგი რა თქმა უნდა პირველი ტურისთვის ჩვენ შევთავაზეთ მოსწავლეებს და რეკომენდაცია მივეცით რომ ესარგებლად ძირითადი სახელმძღვანელოებით, რაც ორი ალტერნატიული სახელმძღვანელო არსებობს ამ საგანში. თუმცა მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლეთ და თვითონ გამოცდების შეფასების და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შესთავაზა ბავშვ დამხმარე სასწავლო რესურსები და ჩაიწერა ძალიან საინტერესო ვიდეო ლექციები, რომელიც განთავსებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე და მე მოვუწოდებ განსაკუთრებით ყველას რა თქმა უნდა და განსაკუთრებით გამარჯვებულ ბავშვებს, რომლებიც გეგმავენ მეორე ტურში მონაწილეობას, რომ ნახონ აუცილებლად ეს ლექციები გაეცნონ და აუცილებლად დაეხმარებათ ის კიდევ უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ მეორე ტურზე, თქვენ ზოგადად მოგვიყევით აი იმ სამი ტურის შესახებ, რომელსაც მოიცავს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა, მაგრამ ალბათ აი ამ ეტაპისათვის ყველაზე მეტად აქტუალური არის 2016 ბავშვისთვის ზუსტად იცოდნენ თუ რა ტიპის დავალებების შესრულება მოუწევთ მათ მეორე ტურში. კი ბატონო, ესე იგი თქვენ სწორად ძანეთ, ოლიმპიადა 3 ტურისაგან შედგება, მე-3 ტური უკვე ორნაწილიანია და მოსწავლეს ესეს ჩაბარება, ესეს დაწერა შევთავაზებთ და შემდეგ პრეზენტაციის მომზადებას, მაგრამ მანამდე მეორე ტური არის დასაძლევი, მეორე ტურში იქნება ჩვეულებრივი ტესტი, ღია დავალებები ძირითადად, რომელიც აი პირველი ტურის გავსი დავალებები იქნება სხვადასხვა სახით წარმოდგენილი ინფორმაციის იდენტიფიცირება, ტრანსფორმაცია, სხვადასხვა შეფასებები, მაგრამ ბავშვს მოუწევს თვითონ უკვე დაწეროს პასუხი, ჩამოაყალიბოს მსჯელობა, შეაფასოს რაღაცა სიტუაცია თავისი ცოდნის და გამოცდილების ფარგლებში და თვითონ ნიმუშები, მეორე ტურის ნიმუშებიც ბავშვებს შეუძლიათ ჩვენ მოვამზადეთ სამუშაო ჩარჩო ოლიმპიადის, სადაც არის დეტალურად გაწერილი როგორც შინაარსი, ისე რა უნარები მოწმდება და ასევე ნიმუშები დავალებების და ეს შეუძლიათ ჩვენ გამოცდების ვებგვერდზე ბავშვებმა იხილონ. და დარწმუნებული ვარ, მოემზადებიან კარგად და წარმატებებს უსურვებ მათ. და ბოლო კითხვა, ქალბატონო ირმა, რა შედეგს ელოდებით? აი დასრულდა სამივე ტური. აი რა შეიცვლება? თქვათ თქვენ ისაუბრეთ მიზანზე, აი ამ ოლიმპიადის მთავარი მიზანი რა არის, მაგრამ თქვენ თავად რა მოლოდინი გაქვთ აი ამ ოლიმპიადაზე? ჩვენ რა მოლოდინიც გქონდა, პრინციპში ძალიან გამართლდა, ბავშვები დაინტერესდნენ ამ საგნით, სკოლები
აქტიურად ჩაერთნენ და თავისთავად ის რომ 22,000-მა ბავშვმა გადაშალა ხო წიგნი ამ საგნის წიგნი და წაიკითხა მოემზადა ვთვლი რომ ეს არის უდიდესი შედეგი და მიღწევა იმიტომ რომ უნდა ვაღიაროთ რომ ამ საგანი არ არის ჯერჯერობით მაინც ახალი დანერგელია შედარებით ეროვნული სასწავლო გეგმით და არ არის ისეთი პოპულარული და რაღაცა მეორე ხარისხოვნად სამწუხაროდ ჯერ კიდე ამ ბოლო დრომდე აღიქმებოდა ასე ვფიქრობ რომ აი ეს თავარი რაც მიზანი რაც იყო დაძლეულია და სამოქალაქო განათლების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ამ პროგრამით ინტერესიც დიდია და ვფიქრობ რომ მეორე ტურის ესე იგი ბავშვები რომლებიც გადალახეს პირველი ტური ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს ამ ბავშვებისგან 70% მაინც უნდა დაგეძლია ხო როგორც აღნიშნე რომ გადასულიყავით მეორე ტურს შესაბამისად 40 ქულა არ დაწერილა მაგრამ ყავს ბავშვები რომელსაც 39-38 ქულა აიღეს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ისინი გაუმკლავდებიან მეორე ტურის სირთულეებსაც ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ირმა ამ მომწურავი პასუხებისათვის. შევახსენებ ჩვენს მსმენელებს, რომ ჩვენი სტუმარი იყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების ჯგუფის ხელმძღვანელი ქალბატონი ირმა ხომერიკი. დღეს ჩვენ საუბრობდით სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაზე. მე მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით და წარმატებულ კვირას გისურვებთ. რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის შედეგები, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად.